მოგესალმებით, მე ვარ დალი ვასაძე, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში გიზიარებთ ერთ თავს ჩემი წიგნიდან შენ ჩემი სარკე ხარ. სარკეში ჩახედვისას თითქოს ვიცით რას ვხედავთ. სახის ნაკვთებს, გამომეტყველებას, მიმიკას, მაგრამ ფსიქოთერაპიაში სარკე გაცილებით მეტია, ვიდრე საგანი. ის სიმბოლოა იმისა, თუ როგორ ვიღებთ საკუთარ თავს, როგორ ვხედავთ სხვებში ჩვენს ანარეგლს და როგორ ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, შეხვდეთ იმ ნაწილებს, რომლებსაც სათხაც შორს სიბნელეში ვმალავთ. წიგნი შენ ჩემი სარკე ხარ შექმნილია როგორც ფსიქოთერაპიული გზამკვლევი, რომელიც მეტაფორული ისტორიების მეშვეობით გაძლევს შესაძლებლობას შეხვდეს საკუთარ შინაგან სამყაროს. ეს წიგნი ემოციური და სუბიექტური გზაა, გამოძიება, დაკვირვება და სიყვარული საკუთარი თავის. თითეული თავი სარკეა, ზოგჯერ მკაფიო, ზოგჯერ ბუნდოვანი, მაგრამ ყოველთვის რესურსული. ჩემი მიზანია შენ ამ სარკეში იპოვო საკუთარი თავი. არა მხოლოდ როგორც მკითხველმა, არამედ როგორც საკუთარ თავთან დიალოგში მყოფმა ადამიანმა. წიგნი შენ ჩემი სარკე ხარ არის გამოწვევა. გაბედო საკუთარ თავში ჩახედვა. დაეყრდნო სარკეს, რომელიც ირგვლივ ადამიანებში, ურთიერთობებში და საკუთარ ისტორიებში აირეკლება და რაც მთავარია, მიიღო ის რაც ხარ, ნამდვილი, დაუმალავი და სრული. მესამე ნაწილი, სიბრძნე. თავი, საქახალდე. გაშალე, ჩადე, დახურე. გაშალე, ჩადე, დახურე. გაშალე, ჩადე, დახურე. რას იმეორებ? კითხა ერთ-ერთმა. ჩემს თანმიმდევრულობას, უპასუხა და კითხვა მიაყოლა. შენ აქ რამდენი ხანია რაც ხარ? მე უკვე აღარ მოწონს აქ ყოფნა. მე დიდი ხანია აქ ვარ, ამიტომაც ვარ სავსე და უნდა ვაღიარო კიდეც, გაცვეთილიც. მან ამოისუნთქა და რომ შეეცო მოსაწყენის საათები ისევ კითხა. შენ რას დებ? მას გაეღიმა და უპასუხა. ეგ უკვე აღარ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რაც უნდათ ის ჩადონ, მე მაგას უკვე ვერ შევცვლი. არ იცი რას დებენ? ვერ შეცვლი? რატომ? კითხვების კორიანდერი წამოვიდა მისგან. მე სულ უყურებ რას დებენ, აბა როგორ, ყველაფერს კი არ ჩავიდებ, თქვა მან. და რატო ვერ შეცვლი? გაახსენდა მისი კითხვა. მარცხნივ მოტრიალდა ძველი საქახალდე და წარწერა უჩვენა. თქვენი აზრით რა ეწერა? აი ამიტომ ვერ შევცვლი და აი ამიტომ აღარ ვკითხულობ რას დებენ, უპასუხა მან. არ ელოდა ახალი საქახალდი ამ პასუხს და ასეთ საქმეებსაც თუ დებდნენ აქ ამ საქახალდეში. მათ თავი გააქმნია ნიშნად იმისა, რომ მას ესეთი რამ არ შეემთხვეოდა, მას ეს წარწერა არ ექნებოდა. არ ცადე შეწინააღმდეგება? არ თქვი რომ არ გინდა? კი ვთქვი, მაგრამ ვინ გაიგონა, უპასუხა ძველმა საქახალდემ. უცებ ახალმა საქახალდემ კვახით უთხრა, მე შენს გვერდით არ უნდა ვიყო და რაც შეიძლება შორს გაიწია. შენი აზრით მაგას აქვს მნიშვნელობა სათხარ? კითხა ძველმა საქახალდემ. კი აქვს, უპასუხა ახალმა საქახალდემ. კიდევ იმას აქვს მნიშვნელობა, ყოველ ჯერზე შეხედო, რას დებენ. თუ არ გინდა თქვა, გადმოაგდე, ვერ გაიგებენ, შენ ხომ იცი, აი ეს კი შეგიძლია, მათგან დამოუკიდებლად, გადმოაგდო ის, რაც არ გინდა. ისინი ვერ მიხვდებიან ამაში, რომ აკეთებ, იფიქრებენ, რა ხდებაო. მერე თავს გაგანებებენ და სხვა საქახალდეს ნახავენ. გადმოგდება შეგიძლია, ეს ჩვენი საქახალდეების ხელშია. შენ ალბათ ერთხელ არ წაიკითხე, რუტინა არის თუ იფიქრე, ან რა აზრი აქვსო და მერე ასე წაიწყო. მე ასე ვფიქრობ. თქვა ახალმა საქახალდემ. შენ ჭკვიანი საქახალდე ხარ, ფიქრობ რასაც აკეთებ იმაზე. აი მე კი დამეზარა, ვიფიქრე, ასე მარტივი იქნება თქო, მაგრამ აქ შეჩერდა ძველი საქახალდე. ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ოთახში ისევ გაისმა. გაშალე, წაიკითხე, ჩადე, დახურე. გაშალე, წაიკითხე, გადმოაგდე, დახურე.